ქრისტიან დემოკრატების სკანდალური ბრალდებები ირაკლი ალასანიას გუნდის წინააღმდეგ ლევან მებხვაძე ამბობს, რომ დავით გამყრელიძე დუმილის სანაცვლოდ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილისაგან $3 მილიონ ითხოვდა, თუმცა გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ახლების საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. ეს არ არის ერთადერთი ბრალდება, რომელიც ქრისტიან დემოკრატებმა დღეს ალასანიას თანაგუნდელებს აუყენებს. ობიექტი ნომერი 2, ვისი წარსულითაც საპარლამენტო უმცირესობა დაინტერესდა სოზარ სუბარია. ლევან მებხვაძე ამბობს, რომ ყოფილი სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მართლმადიდებლობას ებრძოდა, დღეს კი მის დამცველად გამოდის. საინფორმაციო გადაცემის ფორმა დაპირისპირება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის სკანდალური ბრალდებები, რომელიც დღეს პირველად გაისმა. ვრცლად დეტალებს მაყურებელი დღეს საღამოს 8 საათზე თამთა სანიკიძის რეპორტაჟიდან გაიგებს. მანამდე კი თემის მოკლე ანონსი თამთა გისმენთ. დიახ, არჩევნებამდე 2 თვით ადრე ახალი მემარჯვენეები და ქრისტიან დემოკრატები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. გიორგი თარგამაძის გუნდი იმ გამოსვლებით არის გაღიზიანებული, სადაც მემარჯვენეების ლიდერები პირდაპირ აცხადებენ, რომ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები გია ჭანტურია და ინგა გრიგოლია ხელისუფლების პროექტები არიან. სწორედ ასეთი ღია განცხადებების საპასუხოდ დღეს ლევან მებხვაძემ დუმილი პირველად დაარღვია და მან რამდენიმე ბრალდება წაუყენა დავით გამყრელიძეს. ამ ბრალდებებს შორის ყველაზე მძიმე მაინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დადანაშაულება და ასევე სახელისუფლებო წრეებისგან თანხის აღებაა. დავით გამყრელიძე მაშინ იყო სააკაშვილის პროექტი. დავით გამყრელიძეს დაუძახეს და უთხრეს: "აი შენ $3 მილიონ მოგცემთ, ოღონდ იყარე კენჭი და შენ, ასე ვთქვათ, გაუყავი ხმები შენს ძმაკაც და მეგობარ ლევან გაჩეჩილაძეს." ამ $3 მილიონიდან პრობლემა შეიქმნა მაშინ, როცა ფული არ მისცეს და მისცეს 600,000 თუ 700,000 და მერე გამწარებული დავით გამყრელიძე გავარდა ქუჩაში და აქციებს შეუერთდა. თორე მანამდე სად იყო 2 ნოემბერს დავით გამყრელიძე სად იყო? ქრისტიან დემოკრატები როგორ გაჩნდნენ ქართულ ოპოზიციაში, როგორ აღმოცენდნენ, ამის თაობაზე ქართულმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ იცის და ეტყობა მათ საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ოპოზიციაში იყო და არ იყო ხელისუფლების პროექტი. არ იღებდა ხელისუფლებისგან დავალებებს და არ ასრულებდა ხელისუფლებისგან დავალებებს. დიახ, დღეს ლევან მებხვაძის სამიზნე გახდა ასევე სოზარ სუბარიც, ირაკლი ალასანიას გუნდის ერთ-ერთი წევრიც. ჩვენ ვცადეთ, რომ ამ ბრალდებების საპასუხოდ დავკავშირებოდით საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, თუმცა სუბარი ამ დრომდე ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. კონკრეტულად რა ბრალდებებს უყენებენ ერთმანეთს ქრისტიან დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები და რასაც ხდებენ უშუალოდ ის ადამიანები, რომლებიც ამ დაპირისპირების ობიექტები გახდნენ. თემის დეტალები ვრცლად ნახეთ 20 საათიან ქრონიკაში.